თოოდირის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში მოსაზრება, რომელიც მმართველი გუნდის მიერ ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება და მის გაუქმებას ითხოვს, ქვეყნის შიდა საქმეებში მორიგ ჩარევად მიიჩნევა ხელისუფლებისთვის. საუბარია ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვა ან პირბადით ყოფნა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. განმეორების შემთხვევაში კი ბრალდებულს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თოოდირის შეფასებით ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით. Ევთო, რასაც გვეუბნება, რა თქმა უნდა, არის სწორი. თუ შენ თუ გინდა რომ იყო ცივილიზებული მეგობრობის წევრი, მაშინ რიგ პრინციპებს უნდა დაემორჩილო. ყველა სახელმწიფო ემორჩილება ამ პრინციპებს. თუ არ გინდა, შეგიძლია იყო შენთვის იზოლაციურ წუმპეში, ჭაობში და არავინ აკეთოს არაფერს. შენი არჩევანია საბოლოო ჯამში იცხოვრო სიღარიბეში, სიხატაკეში, ჭაობში. ვინმე კი არ მოგთხოვს უკეთ იცხოვრო, შენ უნდა გინდოდეს როგორც ერს და როგორც პოლიტიკურ საზოგადოებას იცხოვრო უკეთ. თუ არ გინდა, საბოლოო ჯამში არავინ არ გადაყვება თან. ქვეყნის შიდა საქმეების ჩარევა მხოლოდ რუსებისთვის არის, რუსები პასუხობენ ხოლმე ასე, ან ბელარუსები, როდესაც ისინი ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს და ღირებულებებს უარყოფენ, ავტოკრატიას ჩამოყალიბებული, როგორც ჩანს ქართულ ოცნებაში გადაწყვიტეს უკვე მენტალურადაც, რომ მათ აქ ავტოკრატია და დიქტატურა დაამყარეს, ამიტომ ჩარევათ აღიქვამენ. სინამდვილეში როცა განაცხადი გაქვს დემოკრატიაზე, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, რაც აი ამ კანონით არ არის და შესაბამისად თოოდირის დასკვნაც ამას გულისხმობდა. კითხვა გვაქვს ჩვენ თოოდირთან. ის 50 კაცი, მაშინ როდესაც არ არის ამის აუცილებლობა გზა გადაკეტო და მთელ დედაქალაქის პარალიზებას იწვევს. ეს არ არის შელახვა უმრავლესობის ინტერესების? თუ აქაც ორმაგი სტანდარტია. ჩვენ მიჩვეული ვართ ამ ორმაგ სტანდარტებს. ბუნებრივია, ჩვენ ხელმძღვანელობთ უმრავლესობის ნებასურვილით, უმრავლესობის ნება არის ჩვენი მოსახლეობის, რომ რუსთაველის ქუჩა არ იყოს გადაკეტილი და თუ გადაიკეტება, ამას სანქციები მოყვება, როგორც არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში. როდესაც თავიანთ დედაქალაქებში ცენტრალურ მოედანს 30 კაცი გადაკეტავს, აი მე მოვისმენდი მათგან იმას რჩევა დარიგებას და რეკომენდაციას. ეს ყველაფერი არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს მორჩილი და ის იყოს დაკავებული არა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვით, არამედ ის უპირობოდ ასრულებდეს დაკვეთას, მაგალითად არ კითხულობდეს და ისე აპროტესტებდეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, მაგალითად ის რომ გამოუგზავნიან ევროლიბერალები წერილს და მთავარ პოლიტიკურ მოედანზე მას ისე წაიკითხავენ, რომ წერტილმძიმის შეცვლის უფლებაც არ ექნებათ და უნდა ვიდგეთ ცალფეხზე, ისე რომ ცალფეხზე დგომას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ იმ კანონების შემოღებას, რაც დაიცავს ქვეყნის სტაბილურობას, რაც ხელშეუშლის რადიკალიზმის გაღვივებას და პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, დაიცავს მოქალაქეების უფლებებს და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ განვითარდეს ქვეყანა, ისე როგორც საკუთარ ქვეყანაზე საზოგადოების ინტერესს ესადაგება.